Რუიანი დაბრუნდა ეთერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გაშუქება გვაქვს ჩვენ დღეს მიზნად დასახული სტუდენტებს მასპინძლობთ სხვადასხვა მოსაზრებების მქონე სტუდენტებს ვლადიმერ პაპავას რექტორის ჩართვას ველით რამდენიმე წუთში მანამდე ჩვენ ისევ სტუდიაში დავსვავთ შეკითხვებს დავით თქვენ გნებავდათ გამოხმაურება ძველ თემებზე თუმცა თქვენ მემთხოვეთ რეკლამის დროს რომ იქნებ დაუბრუნდეთ თემას რომელიც არის ამ წუთისთვის აქტუალური მე მაინტერესებს შემდეგი რამ მე მაინტერესებს ასეთი რამ კანცლერად ვთქვათ და დამტკიცდა ბატონი გაფრინდაშვილი რა არის შემდეგი ნაბიჯი თქვენგან ძალიან დაძაბული გარემოა უნივერსიტეტში ეხა ვიტყვი მაგას ჯერ გიორგის უპასუხებ იმასთან დაკავშირებით ნიკოლოზ მეტრეველზე მართლა შემიძლია გულწრფელად თქვა რომ გუშინ ნიკოლოზ მეტრეველი უკაცრავად არ გაუგია შეკითხვა ჩვენს აუდიტორიას იმიტომ რომ რეკლამაზე არის მოკლედ ეს დაისო შეკითხვა მაშინ ასე მე განმარტებას გავუკეთებ ჩვენს აუდიტორიას ერთ-ერთმა ფლანგმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დასვეს ესეთი შეკითხვა მეორე მხარის მისამართით რომ ადგილზე არის პროტესტანტთა შორის პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მათ შორის თქვენ ახსენეთ ბურჯანაძის პარტიის სხვადასხვა პარტიიდან აქტივისტები ეს არ არის საუნივერსიტეტო აზრის დაფიქსირება ეს არ არის ის რეჟიმი რაშიც უნდა საუბრობდეს ერთ წუთი ეს არ არის ის რეჟიმი რაშიც უნდა საუბრობდეს სტუდენტი ეს არ არის ფეხების რტყმა და ასეთი საქციელი არ არის უნივერსიტეტის შესაძლებელი რაც შეეხება ნიკოლოზ მეტრეველს და მათ შორის არის ვინმე ნიკოლოზ მეტრეველი კი ბატონო მეტრეველს ერთ-ერთ გადაცემაში ორგანიზატორი ხო შეიძლება აუდიტორიას უნდა ავიხსნათ რაზეც საუბრობთ თორე ვერ გაიგეთ მოკლედ ნიკოლოზ მეტრეველი ახსნის გარეშე დაიწყეთ დავით და ამიტომ გადავწყვეტე მე განმარტება ნიკოლოზ მეტრეველს მე პირადად საერთოდ არ ვიცნობ არ ვიცი ვინ არის რა წინა დღეებში თურმე ეს ადამიანი ყოფილა გადაცემაში ჩვენი სტუდენტური მოძრაობის სახელით და როცა მოვიდა ნიკოლოზ მეტრეველი ჩვენთან შეხვედრაზე ჩვენ მას ამაზე გავოცით საკადრის პასუხი და მან შეხვედრა დატოვა იმიტომ რომ ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ პარტიას ამ შემთხვევაში საერთოდ არ გამიმიზნე როდესაც იქ გარკვეული პოლიტიკური პარტიების დღეს აქციაზე კონკრეტულად ითქვა რომ დაუშვებელი ამ პროცესების მიწებება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ და ეს არის სუბტად სტუდენტური მოძრაობა და სუბტად სტუდენტური პროტესტი. თუ თქვენ გინდათ რომ უსაფუძვლო ბრალდებები გქონდეთ, თქვენ შეგიძლიათ თქონდეთ გაქვთ ამის შესაძლებლობა რომ უსაფუძვლო ბრალდებები არანაირად არ იქნება, რადგან ჩვენ გვაქვს დოკუმენტები. ფაქტია, პირადადები, ჩვენ გვაქვს დატო პირადად მე ვარ სურათები იქიდან ფანჯრებიდან რო გიგებდი. თუ ლავალოვსკი ფანიზეს და ირაკლი პაზეს კარებიდან რო გამოდიოდნენ და უძაოს რო უღებდნენ. კონკრეტული პირები პირადად პარტიებიდან მოდიოდნენ. რაც ირაკლი პროცესთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრებთან სირცხვილა ის რომ ნაციონალური მოძრაობის რომელია ნაციონალური მე და შეხო ერთმანეთს პირადად ვიცნობთ ხო აი ეგ ბრალდება როგორ შეიძლება ჩემ წინააღმდეგ რა რომელი კონკრეტული პოლიტიკური ძალაზე მისაუბრეთ გიორგი არობელიძეა პოლიტიკური მოძრაობის წევრი პარტიის წევრი რორტიფანი ზაბა ვინ რომელი ძალა გმართავდა რომელი ძალა გმართავდა 50 ადამიანი ეს აი ტყუილი არის წმინდა წყლის ტყუილია ქალბატონო ნინო რა ესეთი რაღაცების მოთხოვნა მართლა არ შემიძლია იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ მართლა სტუდენტებს ეხა მე ვერავის გულში ვერ ჩავიხედავ მაგრამ დეკლარირებული ასეა რომ ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მივეკუთვნებით ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტისთვის სასიკეთო ინტერესები და თქვენ კითხვას აუბრუნდებით იმასთან დაკავშირებით. თუმცა არ გამორიცხავთ რომ შესაძლოა თქვენი ძალის გამოყენება შესაძლოა ვინმე მოიძებს და გამორიცხული არაფერი არ არის ზოგადად დედამიწაზე რა და ეხა ნამდვილად ვერ დავდოთ იმაზე თავს რა არის გამორიცხული და რა არა. აქამდე რაც მოხდა იმაზე შემიძლია ვაგო პასუხი და ვიტყვი რომ არანაირი პოლიტიკური სარჩულის მოწებება ჩვენზე არ არის რელევანტური ამ შემთხვევაში რელევანტური ძალიან რბილი სიტყვა ეს არის სრუბრალდება ცილის წამება და არის გასაგებია შემდეგ შეიძლება კონკრეტულად ჩამოგიყალიბებ. მე კონკრეტულად არ ვამბობ რომ დავითი და ნოდარი არიან პოლიტიზირებული ადამიანები და კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის იდეებს თუ შეიძლება დავასრულებ თუ შეიძლება აქცია არის პოლიტიზირებული რადგან ძალიან მარტივად განმარტავ. კონკრეტულ ადამიანებზე მე არ დავდივარ და არ ვახსენ პერსონიფიცირებას. ადამიანს როდესაც ქაბატონ ნინო დღეს როდესაც პირველ კორპუსში შევედით ძალიან მარტივი სურათი აღმოვაჩინეთ.
50 ადამიანი იდგა და საერთო სურათი იქნებოდა, რომ აქცია ნამდვილად იყო პოლიტიზირებული, რადგან სტუდენტებთან ერთად იდგნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი, თუმცა გარკვეული ადამიანები წარმოადგენენ დღეს უნივერსიტეტში არასტუდენტები, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მე ასევე ვკითხვა მიჩნდება, რატომ ერევა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი და რატო ეს მარტო ჩვენი უნივერსიტეტის პრობლემა არა, ტატო. ეხლა მაგაზე გასაგებია. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნებისმიერი აპოლიტიკური ადამიანისთვის, ნებისმიერი აპოლიტიკური დავით, მე მაგ შენთან კონკრეტული კითხვა, რატომ იდექით დღეს ადამიანებთან, თუ ეს ცნობილი არ იყო შეგიძლია თქვა, რატომ იდექით ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ უნივერსიტეტში გარკვეულ პოლიტიკურ იდეოლოგიას და უნდათ რომ გაიტანოთ ეს იდეები. კონკრეტული კითხვა. მე ამ ადამიანებთან შეხება საერთოდ არ მაქვს. მაშინ უნდა გაემიჯნო. ვის უნდა გავემიჯნო გეუბნების შეკაი ადამიანო, რომ ვინც ვიყავით დღეს იქ ვიყავით მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტები. არც მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტები ვიყავით რა ეხლა და ჩვენ ვლადიმერ პაპავა ყავს ხალხი უკაცრავად დაუბრუნდებით სტუდიაში თქვენ კიდევ გექნებათ შესაძლებლობა დებატი განაგრძოთ ვლადო პაპავა უკაცრავად დავით რექტორი გველის საღამოშიდობისა ბატონ ლადო, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში თუ შეიძლება გაგვაცნოთ რა საფუძველზე თქვა სენატმა უარი დღეს გაფრინდაშვილის დამტკიცებას. ეს არის უკან დახევა სენატის მხრიდან თუ ეს არის რაღაცა პერიოდით აი ამ სიტუაციის განმუხტვის მცდელობა? რეალურად სენატის ხმა ვერ შეიკრიბა, იმიტომ რომ ბლოკირებული იყო ის აუდიტორია, სადაც დანიშნული იყო სენატის ხმა. მიუხედავად არაერთი თხოვნისა ამ ბლოკის მოხსნა ვერ მოხერხდა და ამიტომ სენატის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მათ უნდათ მოისმინონ იმის შესახებ, თუ რა პრობლემები აწუხებთ სტუდენტებს. აქედან გამომდინარე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება და შესთავაზეს სტუდენტებს, რომ ორშაბათს 5 საათზე შედგება სენატის სამუშაო შეხვედრა პროტესტანტ სტუდენტთა ჯგუფთან, იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულად მოისმინონ ყველა პრობლემა, რაც ამ ადამიანებს, ამ ახალგაზრდა ადამიანებს აწუხებთ. და აი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, როდესაც ჩატარდება სენატის ხტომა, სადაც ჩატარდება უკვე კენჭისყრა. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სენატის მხრიდან უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს იყო სენატის მხრიდან რაციონალური ნაბიჯი შექმნილ კრიზისულ ვითარებაში. ბატონ ლადო, აი აქ ჩვენთან ახლა სტუდიაში არიან სხვადასხვა მოსაზრების მქონე სტუდენტები და ისინი, ვინც არ არიან პროტესტანტთა შორის, აქ სულ რაღაც 10 წუთის წინ ამბობდნენ, რომ ეს პროცესები არ არის გამორიცხული, რომ თქვენგან არის მართული, ვინაიდან თქვენ მათი ინფორმაციით ვერ გაიყვანეთ კანცლერის კანდიდატად თქვენთვის სასურველი პირი. შეგიძლიათ რომ ამაზე პასუხი გაგვცეთ? როგორ შეიძლება ეს პროცესი იყოს ჩემგან მართული, ეს პროცესი რო ჩემგან მართული იყოს, მაშინ როდესაც ჩაიშალა პირველი კანდიდატის განხილვა, აკადემიურ საბჭოს შეეძლო მიიღო გამოდაწყვეტილება, რომ გამოეცხადებინა ახალი კონკურსი, იმიტომ რომ კაფეოდ კანონში ჩანაწერი არ არის და მე აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად ვიყავი ინიციატორი, რომ გაგრძელებული იყო ეს პროცესი. და როგორ მე ვარ ინიციატორი იმ ღონისძიების, რომელიც საბოლოო ჯამში ჩემ წინააღმდეგ არის მიმართული, იმიტომ რომ დღეს ესეთი ტიპის დაპირისპირება უკვე აღარ არის საბოლოო ჯამში მიმართული იმისკენ, იყოს გაფრინდაშვილი კანცლერი თუ არა. აქ არის ეს პროცესი უკვე გადასული იმ რეჟიმში, იყოს ლადო პაპავა რექტორი თუ არა. თუ ლადო პაპავამ დადგა ის სპექტაკლი, რომ თურმე თავის საწინააღმდეგოდ მომართა ეს ღონისძიება, მაშინ ლადო პაპავამ თლათ ახლა არ უნდა იქნეს აღმული ადეკვატურად. ბატონ ლადო, რა დოზით ბრალდებებზე პასუხი ყველაფერი გამიგია, მაგრამ იცით, არის რაღაც აბსურდის თეატრი და აი ამ აბსურდულ ბრალდებებს ვისმენ. აი რა დოზით გაიზიარებდით პროტესტანტის სტუდენტების სულისკვეთებას, მათ არგუმენტებს, მათ ბრას? იცით რა, ყველა საკითხის გაზიარება შეუძლებელია. ეს რომ სტომა არ ჩატარდეს, ამას ნამდვილად ვერ გავიზიარებ. იმიტომ რომ არსებობს უნივერსიტეტის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, არის კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და პირველ რიგში უნდა დაცული იქნას ყველა იურიდიული პროცედურები. აი, იურიდიული პროცედურების არ დაცვას, ამას ნამდვილად ვერ გავიზიარებ. რაც შეეხება პირად გადაწყვეტილებას ვინ ვის უჭერს ხარს აკადემიურ საბჭოზე, მე ჩემი პოზიცია უკვე დაფიქსირებული მაქვს.
დაფიქსირებული მაქვს ორჯერვე როცა შეიკრიბა აკადემიური საბჭო და იხილავდა კანდიდატებს ორჯერვე ღია დავაფიქსირეთ ჩემი პოზიცია. ბატონ ლადო, აი აქ ესეთი მკითხვაც გაჩნდა და აუცილებლად მინდა კითხოთ, მე მესმის რომ თქვენ შესაძლოა აბსურდულ ბრალდებას უწოდებთ აი ამ მართულობას, ამ პროცესის, მაგრამ არგუმენტი ერთ-ერთი იყო ისიც, რომ თქვენ აუდიტორიის გადანაცვლების შესაძლებლობა არ მიეცით სენატს, რომ მაინცა და მაინც 107 აუდიტორიაში უნდა გამართულიყო სხდომა და თქვენ არ მოინდომეთ სხვა აუდიტორიაში გადატანა ამ სხდომას. არა, იცით რა, მოდით ასე მოვიტყვით. სენატი როდის ჩატარდება და სად რომელ აუდიტორიაში, ამას რექტორი არ წყვეტს. ამას წყვეტს თვითონ სენატი. როცა სენატი მოიწვევა, სენატის ხელმძღვანელობა შეარჩევს აუდიტორიას. რექტორს არც ეკითხებიან ამ დროს რომელ აუდიტორიაში, ეს არის ოფიციალურად კანონით და წესდებით განსაზღვრული. და სენატმა არ მომმართა თქვენ დღეს ბატონ ლადო, რომ სხვა აუდიტორიაში გადაეტანათ ეს სხდომა? ჩემთვის მომართვას რა აზრი ქონდა, თვითონ უნდა გადაეტანათ სხვა აუდიტორიაში. მათ მე რამდენადაც ვიცი, რამდენიმე წევრმა ამის შესახებ იმჟელა, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო სენატის შეკრებილიყო და კორუმის პირობებში გადაეტანათ სხვა აუდიტორიაში. გასაგებია. რექტორის ფუნქცია არ არის, როდის სადა რა აუდიტორიაში ჩატარდება სხდომა. ბატონ ლადო, და აი ეს ძალიან მძიმე თემა, ODR-ის არსებობა უნივერსიტეტის კედლებში. თქვენ როგორც ჩანს ამის შესახებ იცოდით, ხომ? დიდი ხანია. იყო თუ არა საჭირო პროტესტი ან ამ საკითხის დასმა გაცილებით უფრო ადრე? დიახ. მე ამ საკითხის შესახებ რის თქმასაც ვაპირებდი, უკვე ვთქვი, დამატებით საუბარს ამ თემაზე არ ვაპირებ, რადგან ზიანი არ მივაყენო ჩვენს უნივერსიტეტს. დღეს პოლიციის თვალსაზრისით ის გართულდა სიტუაცია ერთი შეხედვით ახლა ჩემ სტუდიაში მყოფი პროტესტანტთა ჯგუფის ნაწილი, ორი სტუდენტი ამბობს, რომ მათ მოხვდათ კიდევაც დაცვისგან და თქვენ უკაცრავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან, რომლებიც იცავდნენ შესვლის დროს აი ამ სივრცეს, თქვენ მიმართეთ კიდევაც პოლიციას თუ არ ვწდები, მაგრამ ვერ უზრუნველყავით მათი გაყვანა შენობიდან. მისი ინიციატივით მოხდა პოლიციის შემოყვანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოლიციის შემოყვანა პოლიციას თავიდან ჰქონდა ასეთი თხოვნა, რომ გარე პერიმეტრზე, უნივერსიტეტის გარე პერიმეტრზე ყოფილიყვნენ, რომ ყოფილიყო უსაფრთხოება გარანტირებული, არ ყოფილა საუბარი მათ არც ეზოს შემოყვანაზე და არც შენობაში და როცა ისინი შენობაში აღმოჩნდნენ, ჩვენი სენატის პროფესორი წევრები, მათ შორის მეც როგორც რექტორი, დავდექით ერთად და მიმართეთ მათ თხოვნით, რომ დაეტოვებიათ უნივერსიტეტის შენობა. მათ შეათანხმეს ეს თავის უფროსობასთან, ამას დასჭირდა გარკვეული დრო და შემდეგ მათ დატოვეს უნივერსიტეტის შენობა. ბატონ ლადო, რა გამოსავალს ხედავთ სიტუაციიდან? მე დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტების ძალიან დიდ ნაწილს აინტერესებს თქვენი პოზიცია. აი რექტორის რეკომენდაცია თუ არსებობს აი ამ სიტუაციაში, თუ თქვენ მიყვებით უბრალოდ პროცესს და იმოქმედებთ ისე, როგორც კონკრეტულ სიტუაციაში ჩართული. ასე მარტივად არ არის. ასე მარტივად სიტუაცია არ არის. ყოველთვის ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მაგიდასთან, უნდა იყოს შედგეს დიალოგი. ამისთვის სენატის წევრებმა, რამდენიმე წევრმა მიიღო ასეთი წინადადება და მიმართა სენატის სხვა წევრებს, რომლებიც დათანხმდნენ, რომ არა სენატის ხდომის, არამედ სენატის ხდომის ფორმატი მოეწყოს შეხვედრა, არამედ სენატმა დანიშნოს სამუშაო შეხვედრა აი ამ სტუდენტებთან, რომლებიც დღეს გამოთქვამენ პროტესტს და მათთან ერთად განიხილოს შექმნილი ვითარება, შექმნილი სიტუაცია, რადგანაც უნივერსიტეტი არის ჩიხში შესული. და აი ასე სტუდენტებთან დიალოგის შემდეგ გადაწყდეს სენატის ხდომის ჩატარება. გასაგებია ბატონ ლადო, თუ დამთავრდით ნებას, ეს წინასწარ ვერ მოვასწარით ჩვენ შეთანხმება, აქ სტუდენტები არიან ერთი ან ორი შეკითხვის უფლებას თუ დამთავრდით, რომ მათი მხრიდან გაჟღერდეს თქვენი მისამართით. რა თქმა უნდა გისმენთ. ბრძანეთ. გიორგი კაკაურიძეს აქვს თქვენთან შეკითხვა თვითმმართველობის წევრს. ბატონო ლადო, მე წეღანას დავსვი ეს შეკითხვა და ვერ მივიღე პასუხი. რატომ გაგახსენდათ ზუსტად იმ დროს, როდესაც აი ეს ამბები ხდება უნივერსიტეტში, რომ უნივერსიტეტში არის ODR-ი, თუ ეს ადამიანი 3 წლის მანძილზე იყო უნივერსიტეტში და სხვათა შორის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მის კანდიდატურის დანიშვნაში მიიღეთ მონაწილეობა, ხართ თქვენც. რატომ გაგახსენდათ მხოლოდ ახლა ხდება უნივერსიტეტში და როდემდე უნდა იყოს სტუდენტობა სირაქლემის პოზიციაში და როდის უნდა
კარგი შეკითხვაა. ამ შეკითხვაზე შემიძლია გიპასუხოთ შემდეგი. როდესაც იცით რა, ყურმუყრილად საუბარი ძალიან ძნელია, მაგრამ როდესაც ამის შესახებ უკვე ალაპარაკდა სტუდენტთა საზოგადოება, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორები, ბუნებრივია, ჩემი მხრიდანაც იქნა შესაბამისი ყურადღება მიქცეული. ზუსტად იმ დროიდან, როდესაც ეს ინფორმაცია გახდა უკვე უთხარი. და უკაცრავად თუ შეიძლება ჩაკითხვა. ბატონო ლადო, ეს თავის დროზე 3 წლის წინას თუნდაც არ ზღუდავდა თქვენი აზრით უნივერსიტეტის ავტონომიურობას, როდესაც ODR-ი არის უნივერსიტეტში და რა რეაგირება ჰქონდათ თქვენ პირადად, როგორც რექტორს უნივერსიტეტის პირველ პირს? ადამიანს, რომელიც უნდა წვეთდეს უნივერსიტეტში ძალიან ბევრ საკითხს. აი ეს ბოლო თემა, პრინციპში მე ბატონო ლადო მითხრა, რომ ამაზე მეც აღარ საუბრობდა, მაგრამ რა კიდე გაჩნდა შეკითხვა. ეს შეკითხვა ყველას აინტერესებს, როგორც ჩვენს მეგობრებს, საპირისპირო. კი ბატონო, ბრძანეთ ბატონო ლადო. ბრძანეთ ბატონო ლადო. უკაცრავად ნოდარ, მიცეთ შესაძლებლობ რექტორს რომ უპასუხოს. კი ბატონო, გეტყვით ამის შესახებაც. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა, როდესაც იღებს წვავე ფორმას, მაშინ ხდება განსაკუთრებული განსჯის საგანი, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ხდებოდა ამ პიროვნების უნივერსიტეტში დანიშვნა, მაშინ ეს საკითხი ასეთი ფორმით არ იყო დაყენებული. ის არის კანცლერის თანაშემწე და ეს იყო უშუალოდ კანცლერის გადასაწყვეტი, რომელმაც შეათანხმა საკითხი რექტორთან და მე არაფერი საწინააღმდეგო არ მქონდა იმასთან დაკავშირებით თუ კანცლერს. უკაცრავად გიორგი. უკაცრავად. კარგით. მოდით ბატონ ნოდარეცა სტუდენტს აქციის ორგანიზატორს მივცეთ კითხვის დასმის შესაძლებლობა. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ კითხვა ესე კი არ უნდა დავიწყოთ, რატო ახლა გაგახსენდა. არამედ კითხვა უნდა დავსვათ ასე, რომ რას ვაპირებთ, რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ODR-ი არ ყავდეს უნივერსიტეტში. იმიტომ რომ თავისუფალი უნივერსიტეტი, ავტონომიური უნივერსიტეტი, აი ასეთი უნივერსიტეტი არის განვითარების და პროგრესისკენ მიმავალი და არა ODR-იანი უნივერსიტეტი. და თქვენ ბატონო ლადიმერ, რა გეგმა გაქვთ, რა კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგავთ იმისთვის, რომ ODR-ი აღარ ყავდეს უნივერსიტეტში? მე მგონი, მე ძალიან კარგი შეკითხვა. ამ ხმაურის შემდეგ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგი სახით. რა თქმა უნდა, ეს პიროვნება მე რამდენადაც ვიცი არის ავად. როგორც კი გამოჯამრთელდება და გამოჩნდება, მასთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც დაეფუძნება ამჟამად კანცლერის მოვალეობის შემსრულებელს, რადგანაც კანცლერის მოვალე, სანამ კანცლერი არჩეული არ არის, კანცლერის ფუნქციას ასრულებს მოვალეობის შემსრულებელი და მისი თანაშემწე არის წარმოდგენილი პიროვნება. ჩვენ ერთობლივად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. გასაგებია, ტატო ირემაძეს აქვს კითხვა, შემდეგ კიდევ ერთი კითხვა და გაგათავისუფლოთ ბატონ ლადო. მადლობთ. ბატონ ვლადიმერ, თქვენ გისმენთ. თქვენს გამოსვლაში განაცხადეთ, რომ ვთქვათ, სენატს აქვს მხოლოდ პრეროგატივა, რომ ეს ხდომა ჩაატაროს სხვა ოთახში, სხვა კორპუსში ან სხვა აუდიტორიაში. მოგმართათ თუ არა დღეს სენატმა რომ ხდომა გამართულიყო სხვა აუდიტორიაში ან თუნდაც სხვა სივრცეში, რადგან დღეს ვნახეთ რომ თქვენ გამოსვლებში, სიუჟეტებში განაცხადეთ მიკროფონებში რომ ესე თქვათ განაცხადებდით მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს და უსვამდით ხას ამას არ გვიშვებენ აუდიტორიაში 50 ადამიანი დაახლოებით იდგა აუდიტორიასთან და რექტორი განაცხადებდა მხოლოდ ერთ რამეს არ გვიშვებენ აუდიტორიაში იყო თუ არა ეს გამომწვევი მიზეზი იმისა რომ გვეფიქრა გარკვეულ სტუდენტებს და ძალიან სტუდენტების ერთ დიდ ნაწილს რომ ეს პროცესები ყოფილიყო მართული და გაჭიანურებული. მადლობთ. გისმენთ ბატონ ლადო. გეტყვით. პირველ რიგში სად უნდა ჩატარდეს რომელ აუდიტორიაში სენატის ხდომა, ამას რექტორს არავინ არ უთანხმებს. ეს არის სენატის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი და თვითონ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ხოლო რექტორს, როგორც აკადემიურ ლიდერს, ხელმძღვანელს უნივერსიტეტისა, იწვევენ ამ ხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით. რაც შეეხება ჩემი პირველი დიალოგი დღეს ამ სტუდენტებთან იყო, რომ გაეხსნა დერეფანი და მიეცათ საშუალება, რომ ამ ოთახში შესულიყვნენ სენატის წევრები, რომ დაწყებულიყო სენატი, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურა შესრულებულიყო. პირველი ჩემი მიმართვა იყო ეს, რაზეთაც სამწუხაროდ ვერ მივიღე თანხმობა.
ეს თხოვნა გამეორებული იქნა, არა მარტო ჩემს მიერ, შემდეგ გამეორებული იქნა სენატის ხელმძღვანელის თავმჯდომარის მხრიდანაც. მანაც ვერ მიიღო ამაზე დასტური. აი ამის შემდეგ იყო მხოლოდ თქმა, რომ სამწუხაროდ იმ აუდიტორიაში, რომელიც იყო საჯაროდ გაცხადებული, ვერ ახერხებდა სენატის წევრების შესვლას. შიგნით ადრე შესული რამდენიმე წევრი იყო, რომელიც შემდეგ გვიანთ გამოვიდა გარეთ. დანარჩენი უმრავლესობა შესვლას ვერ ახერხებდა. მადლობ და ბოლო შეკითხვა დავით გალაშვილისგან, ისიც აქციის ორგანიზატორთა ნაწილს წარმოადგენს. ბატონო ვლადიმერ, მაქვს ასეთი კითხვა. იცით თუ არა იმის შესახებ და გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე კავსაძეს აქვს რაიმე ფაქტორი გაფრინდაშვილის კანცლერის კანდიდატურასთან, ანუ კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, ისინი იყვნენ კურსელები ერთ დროს და აი ამ ფაქტორს როგორ ახსნით? იცით რა, ისა კარგად ვერ გავიგე შეკითხვა, თუ შეიძლება გაიმეორეთ. აქვს თუ არა რაიმე კავშირი ბატონ კავსაძეს და გაფრინდაშვილს და გაფრინდაშვილი იმიტომ ხომ არ არის დღეს კანცლერობის კანდიდატი, რომ ის იყო ერთ დროს ვინმე კავსაძის კურსელი. მოკლედ ოდეერის შერჩეული ხომ არ არის კანცლერობის კანდიდატი, ამას გვეკითხება დავით გალაშვილი. ვერ გეტყვით, იცით რა, მე არც ერთს და არც მეორეს არადოს არ დაუმალია რომ ისინი არიან სტუდენტობის დროიდან მეგობრები, ერთად სწავლობდნენ, ერთ კურსზე იყვნენ. ამაზე მეტი ინფორმაცია მე არ გამაჩნია, პირველივე შეხვედრაზე ვთქვი და ამას ვიმეორებ სულ. დიდი მადლობა. იმას რაც ვიცი. მადლობა ლადო პაპავას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც იღებდა რვიანში მონაწილეობას და პასუხობდა ჩემი და სტუდენტების შეკითხვებს. წარმატებები უსურვოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აი ამ კრისინა გამოსვლის გზაზე. მოდით შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი. შევაჯამოთ, მოდით მოგცემთ ყველას დროს, ვისაც რა გინდათ ნიკოლოზზე ისაუბროთ, გინდათ რექტორზე და გინდათ გაფრინდაშვილზე. ისმეთ ნადარ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დაპირისპირება უნივერსიტეტში არის დაუშვებელი, უნივერსიტეტის გახსნა არის დაუშვებელი და ამის ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აი ამისგან ამას გავემიჯნოთ და ეს ავირიდოთ თავიდან. და ის რომ უნივერსიტეტში არის დაპირისპირება და გახლეჩილია უნივერსიტეტის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება გიორგი გაფრინდაშვილს. მან უბრალოდ ძალიან მარტივად ერთ წუთში შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, მოხსნას თავისი კანდიდატურა, მერე ყველა ჩვენ ერთად დავსხდეთ სენატის ხდომაზე, დავსხდეთ იმსჯელოს აკადემიურმა საბჭომ თავიდან და ყველამ ერთად ავირჩიოთ კონსენსუალური კანდიდატი, რომელსაც არანაირი კავშირი აქვს ძალადობასთან, არანაირი კავშირი არ აქვს ძველ ცუდქმედებებთან, არამედ ავირჩიოთ ადამიანს სუფთა წარსულით, რომელსაც კონკრეტული გეგმა ექნება, რომელსაც კონკრეტულად რაღაცები გაუკეთებია უნივერსიტეტს, რომელიც კონკრეტულად გვეტყვის, რომ აი ამას გააკეთებს უნივერსიტეტს და ჩვენ მას ყველა კონსენსუალურად შევარჩევთ ამ კანდიდატს. გიორგი გისმენთ. შეიძლება ცოტა გამიგრძელდეს სიტყვა, რაც შეიძლება მოკლედ და ლაკონურად ვესწრები ჩამოვაყალიბო. რაც შეეხება თავიდან დაждდომას კანდიდატურის მოხსნას და რაღაცა ის რა თქმა უნდა გიორგის გადასაწყვეტია, შენ გაქვს დამოკიდებულება, ბატონო ნოდარ, რომ გიორგი არის ყველაფერში დამნაშავე. მე უბრალოდ რომ შევაჯამო ეს ყველაფერი. უბრალოდ ეს არის უნივერსიტეტის შეჩერება, ჩემი აზრით, უნივერსიტეტში პროცესის შეჩერება, რომ ერთმა კანდიდატმა მოხსნას მოწოდება, რაც თქვენი მხრიდან იყო კანდიდატურა იმის გამო, რომ ოდესღაც ის თუნდაც თვითმმართველობაში იყო, ვერანაირად ვერ დავეთანხმები თქვენს პათოს იმ კუთხით, რომ ადამიანი, რომელიც რეალურად იმ თარგმნის კადრებში არის, ერთ-ერთი ჩინჩალაძე და რომელიც იყო დაზარალებული, თავისივე გადაწყვეტილებით ამბობს, რომ გიორგის მისცემაში არანაირად მონაწილეობა არ მეუღია. მთელი გადაცემა რატომღაც აპელირება იყო იმაზე, რომ გიორგი გაფრინდაშვილი 2011 წელს, როდესაც თარგმნის შეხვედრა იყო თვითმმართველობის წევრი, ის უკვე 3 წელი დაახლოებით 3 წელით ადრე უკვე იყო ადმინისტრაციის წევრი უნივერსიტეტის. და ვერ იქნებოდა ავტომატურად თვითმმართველობის წევრი. იზიარებთ ამ არგუმენტს. თუ არ იზიარებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. იყო თვითმმართველობის წევრი თუ არ იყო თვითმმართველობის წევრი. გადაამოწმოთ ხელშეკრულების საშუალებით. უკაცრავად გექნება დრო. მე ვაჯამებ გექნება დრო. ბრძანეთ. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი დაზარალებული იყო, თავისი პირით ამბობს, რომ გიორგის ადმინისტრაციის წევს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მის ფიზიკურ ანგარიშ სწორებაში. და კიდევ ერთი რაც შეიძლება ბოლოს ითქვას.
არ შეიძლება უნივერსიტეტში საკითხები გაიწელოს ხელოვნურად ადამიანების მხრიდან, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, თქვენ ხართ თესეულ სტუდენტები, გაქვთ თქვენი აზრი. უბრალოდ ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტები საერთოდ არ არიან, ადამიანები, რომლებიც სხვა უნივერსიტეტებიდან არიან, ადამიანები, რომლებიც ფოტოებზეც არიან აღბეჭილი და პოლიტიკურად ანგაჟირებულები. თუ შეიძლება დავამთავრებ, ნოდარ გისმენთ. თქვენ აქციებზე თუ შეიძლება მე მოვიდეს სხვა უნივერსიტეტებში, რატო არ შეიძლება მოვიდეს ჩვენს აქციაზე? მე არ ვადასტურებ, მე არ მინახია სხვა უნივერსიტეტები. მე ყველა ვნახე ჩემი უნივერსიტეტი, მე ყველას ვისმენდი უნივერსიტეტელი თესეულები. ნოდარ მომისმინე, ამასაც აგიხსნი ძალიან მარტივად. ჩვენს აქციაზე იყო ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, რომელიც ხარს უჭერდა საკითხს. მოდი გადახედე კადრებს და მიხვდები ვინ იყო და ვინ არა. რაც შეეხება პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, გარე ძალები არ უნდა წყვეტდნენ უნივერსიტეტში რა მოხდება და როგორ. დაუშვებელია ბატონო გიორგი, ჩვენც ვიძახით ამას. დამამთავრებია. ჩვენც ვიძახით ამას, რომ დაუშვებელია დამამთავრებინე მეც დაგაცდი როცა შენილობ. პოლიტიკური პარტიის მეც დაგაცდი როცა შენილობარეკებ. თქვით გიორგი. თქვენ აქციაზე სიტყვით და რუპორით გამოდიან ადამიანები, რომლებიც არიან სოციალ-დემოკრატებში, ეს არის სანდრო ცაგარელი. თქვენ აქციაზე გამოდის ევრაზიული დავამთავრებ. ვიქნებათ დრო კიდევ. თქვენ აქციაზე არის ევრაზიული კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელის შვილი ნიკოლოზ მეტრეველი, რომელიც თქვენ დამამთავრებინე. ჩვენ ამას ვადასტურებთ, საჯაროდ თუ შეიძლება, თხოვეთ რომ დავამთავრებთ. საჯაროდ ვადასტურებთ, ნიკოლოზ მეტრეველი არ არის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამაზე მორჩა მე რაღაც უნდა დავაზუსტოთ ეგრე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოვიდეს დღეს და თქვას რომ ეს ადამიანი ჩემს გვერდით არ დგას. როდესაც ჩვენ ხედავთ 24 საათი ნიკოლოზ მეტრეველი 24 საათი გამოდიან და კონკრეტულ განცხადებებს აკეთებენ. ეს არის ნამდვილად პოლიტიზებული აქცია. თავის ინიციატივით მოვიდა. არა, თავის ინიციატივით. გიორგი დაასრულეთ. თავის ინიციატივით მოვიდა, რეუნები ეხა ვერ გავიგე. თუ მეკითხები, ასეთ პასუხს. კარგი, დავუმოწმეთ ახლა შესაძლებლობა. ამათმა უკეთ იციან ჩვენ აქციაზე რა ხდება, ესე გამოც არა და ორგანიზატორები ჩვენ ვართ. ჩვენ ყველა ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად ვინ არის ჩვენ და ვინ არა. პროტესტი არ მაქვს, ეს ადამიანი არის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შეუძლია ის. ამაზე აწყობენ სპისს. ის არის ორგანიზატორი. მეტრეველზე. სიმართლე არის. ვინ არის მეტრეველი? საერთოდ არ მაინტერესებს რა ეს მეტრეველი საერთოდ არ მაინტერესებს. სიმართლე ხო ჩვენ თქვას და უპასუხეთ. სხვა გამოსავალი არ არის. თქვას და უპასუხეთ. არა, ეხლა ესე არ გამოვა მართლა გიორგი რა. არა, რას ქვია ხმისაწევა კაცო? ვიღაც ნიკოლოზ მეტრეველი. არა, არ ვიცნობ ეს. აქ არის ერთი რამე თავად, ერთი რამე არის. არ არის თქვენი ორგანიზაციის წევრი. თქვენი ორგანიზაცია გვაქვს მოძრაობა და იმ მოძრაობაში ეს ადამიანი არ არის. მოვიდა, არ იყო მე. მოვიდა 24 საათი არა, გუშინ მოვიდა სულ 5 წუთით და უთხარით რომ წასულიყო იმის გამო რომ რაიმე პოლიტიკური სარჩული არ მოეწებებინა ადამიანს. გავცდეთ, გაიგო მაყურებელმა. ნიკოლოზ მეტრეველზე სიბოლოე თელი გადაცემის გაგებას ეხა. ვინ არის ნიკოლოზ მეტრეველი? ვინ არის და კანტია და ჰეგელი? ვინ არის ეს ნიკოლოზ თელი გადაცემა ამაზე ამ ადამიანზე ლაპარაკ. რომელიც იყო პროექტორის სპიჩს აწყობენ თანაშემწე, რომელიც გააგდეს უნივერსიტეტში და ეს არის ადამიანი, რომელიც მამაც არის ევრაზიული კავშირის გასაგებია თქვენი პოზიცია. შენი პირით გვიწეგან რომ თურმე გაფრინდაშვილი თვითმმართველობიდან მე ადმინისტრაციაში გადაინაცვლა და ადრე ესე იყო ზოგადად და ეხლა არ ვიცი რამდენად თვითმმართველობიდან ადმინისტრაციაში მე ნაცმოძრაობაში მე რაღაც სპორტის და ახალგაზრდობის დეპარტამენტში შენ ამბობ დღეს რა მაინტერესებს ხო არ მაინტერესებს ნიკოლოზ მეტრეველი საზოგადოებამ არ დაგამთავრებინე არ დაგამთავრებინე არ გაინტერესებს ადამიანი რომელიც აქციის შემდგმელია ვინ რასული შემდგმელია ბიჭო რასული შემდგმელია ეხლა მართლა ვერ გავიგეთო რევს ველაპარაკები გეუბნები ადამიანი 5 წუთი მიყო მეთქი მოსული და უთხარი დავუზენით რომ გავცდეთ ანგაჟირებული და წასული ნიკოლოზ მეტრეველის თემას გავცდეთ თუ შეიძლება ამაზე და არ არის ტატო თქვით ფინანსი ისეთ მაგნებავთ და მე უბრალოდ თითოეულ სტუდენტს ვინდა უნივერსიტეტში მოუწოდო რომ გაიმიჯნოს პოლიტიკურ პროცესებს ნიკოლოზ მეტრეველი სტუდენტური თვითმმართველობა ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას უნივერსიტეტში ყოველგვარ პოლიტიკურ დაპირისპირებებს და ჩარევებს უნივერსიტეტში რა თქმა უნდა გარე ჩარევებს რადგან ეს არ არის ციდან ჩამოგდებული ფაქტები ჩვენ გადაცემის მსვლელობის დროს ძალიან ბევრჯერ აღვნიშნეთ ის ფაქტები რომ როდესაც უნივერსიტეტში შეხვალ და სტუდენტზე მეტი ხდება პოლიტიკური ფიგურა და არა სტუდენტი ეს რა თქმა უნდა იწვევს გარკვეულ კითხვებს და ამ კითხვებს
კითხავს დღეს რომ არ სვამდეთ უნდა გთხოვდეთ რომ დავსვათ ეს კითხვა ეს არის ნამდვილი დავით უკაცრავ პროცესი რომელიც უნივერსიტეტში დღესდღეობით წარიმართება მე მინდა ასევე ბატონ რექტორსაც მოუწოდო რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები გამოიყენოს მაქსიმალურად მისი პრეროგატივა რომელსაც დღეს რატომღაც არ იყენებს ის და რატომღაც ემიჯნება ამ პროცესებს და ესეც იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს და რიგით სტუდენტებს ნეიტრალურ სტუდენტებს გასცემ პასუხი როგორც აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა ასევე რექტორმა რატომ არ ჩატარდა დღეს სენატის სტომა რატომ არ ტარდება ორშაბათ სენატის სტომა და რატომ იწელება ეს პროცესი დღეს ითხოვენ ადამიანები რომ გაფრინდაშვილმა მოხსნას კანდიდატურა შემდეგი კანდიდატურა ვინც იქნება წამოყენებული იმაზეც 5 ჯერ მეტი ადამიანი გამოვა დღეს უნივერსიტეტში როცა იქნება ეს შეტყობინები ეს არის კრიზისი გასაგებია თქვენი პოზიცია ერთი ადამიანის დრო დაგვრჩა რომელიმე რომელსაც გინდათ შეთანხმდით და მიპასუხეთ დღეს ჩერჩილიც უამგარიყო საფლავიდან არც იმას არ დავიყენებთ გვერდზე ერთი მიზეზის გამო ჩვენ ვართ უბრალო სტუდენტები საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრების გვერდით გახარება ნამუსი მაინც არ გასუხებს რომ ის არა თვითონ მადლობა უკაცრავად ჩაწერილია გადაცემაში და მე გამოგიგზავნი დაგიმონტაჟებ და განმარტოებაში ხარმეთი და არ მიტყვი მოწევაი ეგ თქვი კარგით მოკლედ რო ნაციონალური მოძრაობის გვერდით კარგით უნდა დავამთავროთ ისე დეტალებზე საუბრობთ რაც არის პირველი მოწვევა 2011 წელს როგორ გიორგი გავცა პასუხი მაგრამ წევა შეხო დამაბრალეს თქვი თუ არა მითხარი თქვი შენ ნაციონალური მოძრაობის წევრების გვერდზე გახარო არა შენ ეგ მითხარი დათო შენ ეგ მითხარი და პირველი მოწვევა იყო 2011-ში მეტი არა ნაციონალური მოძრაობა რაღაც მოდეთქვი რა რაღაც ფაქტები ისწავლეთ ხალხო და ის კარგით მორჩა 6 წელია თვითონ მოძრაობა იყო 2011-ში თუ არა ესე დაგისვენ მაშინ პასუხს რადგან ნაციონალური მოძრაობა იყო 2011 წელს უნდა დავამთავროთ და არა პირველ მოწვევაზე რა უნდა დავწყდეთ აი შუბლის ზარგურო გაუწყდება ადამიანს შუბლის ზარგურო გაუწყდება ადამიანს მე იმას საერთოდ არაფერზეა გამონელაპარაკე ორი წინადადება ზუსტად და დავამთავრეთ როდესაც პოლიტიკურ საშუალზე მიდის საკითხი და დავა იკითხეთ უნივერსიტეტში გადით სტუდენტებს კითხეთ 2006 წლიდან 2012 წლამდე როდესაც გაფრინდაშვილი იყო სტუდენტური ერთიანი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ეს სტუდენტური ერთიანი მოძრაობა ეს ერთიანი სტუდენტური მოძრაობა იყო სასირცხვილო გაერთიანება რომელიც იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გავლენის დავამთავროთ ამოგვეწურა დრო იმედი მაქვს რომ ჩვენმა აუდიტორიამ გაიგო ამ საკითხის შესახებ ვიდრე გადაცემის დაწყებამდე ქონდა ინფორმაცია მადლობა აუდიტორიას მადლობა ჩემს სტუმრებს სტუდენტებს რომლებიც ცხარედ დაობდნენ მაგრამ სტუდენტური თანდევი ემოცია იყო ეს ჩვენ სტუდიაშიც გმადლობთ ყველაფერს ვემიჯნებ